მოვიდგინეთ 7 მაჟორიტარობის კანდიდატი სამეგრელოში. ყველა კანდიდატი არის ძალიან გამოცდილი, ყველა კანდიდატი არის ხმა ადამიანების მოსახლეობის საქართველოს პარლამენტში. მათ აქვს ძალიან კარგი აღქმა არსებული პრობლემების რეგიონში, აქვს ძალიან კარგი ხედვა, რა თქმა უნდა, ჩვენთან ერთად განვითარების პერსპექტივის ამ რეგიონის სამეგრელოს აქვს უდიდესი პერსპექტივა და შესაძლოა რომ გახდეს ლოკომოტივი ქართული ეკონომიკის განვითარების ძალიან ბევრი კუთხით. მარტო ანაკლიის პროექტი იქნება პროექტი, რომელიც გააჩენს ათასობით სამუშაო ადგილს, რამდენიმე 1000 ჰექტარი თავისუფალი ეკონომიკური ზონა, თვითონ პორტი, საქართველოს სატრანზიტო პოტენციალს თვისობრივად ახალ დონეზე აიყვანს და ათასობით სამუშაო ადგილს გააჩენს პირველ რიგში ადგილობრივი მაცხოვრებლებისათვის. ამას გარდა არის საწარმოო პოტენციალი, სასოფლო-სამეურნეო პერსპექტივა და რა თქმა უნდა უპირველეს ყოვლისა კულტურული პოტენციალი. სამეგრელო გახდა უმდიდრესი ამ კუთხით და ჩვენი ვალია რომ ამ მიმართულებით განსაკუთრებული ყურადღება დავუთმოთ და ამიტომ ჩვენ წარვადგინეთ ზუსტად ის კანდიდატები, რომლებსაც ყველაფერი ამის თაობაზე აქვს ჩამოყალიბებული მკაფიო ხედვა და სამოქმედო გეგმა. ისინი იქნებიან გამომხატველები მეგრელების ხმის საქართველოს უმაღლეს წარმომადგენლობრივ ორგანოში საქართველოს პარლამენტში. დარწმუნებული ვარ, რომ ისინი დიდი უპირატესობით გაიმარჯვებენ ყველა 7 მათგანი.